მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ დემი გაბუ გეიმერი და დღეს ჩვენ უნდა ვიმოგზაუროთ იტალიაში, რომში და წავედით. და ჩამოვედით მეგობრებო მზიანი რომში, ძალიან კარგი ამიგია და უკვე დღეიდან იწყება ჩვენი მოგზაურობა და გამოვყავით და ერთად გამოვიკვირდეთ რომი. წავედით. მოვედით მეგობრებო ტრევის ფანტანთან, ძალიან ლამაზია აქაურობა, აი უკვე რიგი დგას, ანუ რო ვიყიდეთ ეს ბილეთები, შიგნით ვართ, მაგრამ რიგი დგას აქაც. რავი და ქვემოთ ჩავალთ და გავაგზავნით ვიდეოს. ჩამოვედით მეგობრებო, ძალიან ბევრი ხალხია და ძალიან ლამაზია აქაურობა, ხმაურია, და ძალიან დეტალურად არის გამოკვეთილი ყველაფერი. ესეც ევრი მონახულებელია. ეხლა კი მეც არ გამოვტოვებ ამ ტრადიციას და ჩავაგდებ ტრევის შადრევანში ხურდას და ჩავაფიქრებ რაღაცას. 3, 2, 1. ჩავარდა და ჩაიძია. ტრევი მონახულებულია. ეხლა მოვედით თბილისში, კიდევ ერთ-ერთ რომის ღირსშესანიშნაობასთან. ეს აშენებულია მე-18 საუკუნეში და ეს არის ერთ-ერთი პიაცა ესპანიას და რაღაცა სახელით დამავიწყდა. ეხლა უნდა ავიდეთ და წავედით. ავაკ რაოჩი. მგონი ღირდა ამ საფეხურების ამოვლა ამხედად. ესეც მოთავებულია. ეხლა სხვაგან წავიდეთ. Mami, ci nella scocciata. Deme? Ha? შემოვიდე? Facciamo andare il bambino. Lei è un bambino cresciuto. E quindi davanti però c'è quella dedicata al trasporto degli alberi e quindi davanti c'è il vano per დიახ, ძალიან გემრიელი ხდება იტალიაში, არის პატარა ბარები, კაფეები, გარეთ. ესეთი სენდვიჩები, კრუასანები და ასე შემდეგ. და ეხლა მე გავსინჯო და აუცილებლად მიწევ ეკონომიკის საუთის ბარ გასტანებს. ძალიან გემრიელი ყავები. ესე იგი მეგობრებო, მოვედით კოლიზეუმში. ეს იმხელა რიგი არის. ჯერ რიგში უნდა დავიწყეთ და მე უნდა შევიდეთ. ეს კოლიზეუმში გლადიატორები და ნახეთ ამ ხელა რიგში უნდა შევიდეთ მარტო ბილეთისთვის. ეხლა მეგობრებო, მოვედით რომის ფორუმში. ეს არის უძველესი არქეოლოგიური ცენტრი, სადაც ტარდებოდა გამოსვლები და სასამართლო. ესეთია და ეხლა კი დავუთვალოთ უკანაც არის ბევრი რაღაც და წამომყევით. მეგობრებო, ჩვენ ამოვედით ზემოთ, ანუ კოლიზეუმის და ფაროსფერეთი, ანუ ერთნაირია და ორზე უნდა შევიდეთ კოლიზეუმში. ეხლა პირველი ნახევარი და მაგალითად აქ ამოვედით. ხო და იქით კიდე ნანგრევებია, მაგასაც განახებთ და აქეთ არის ეს კოლიზეუმის ხედი ზემოდან. და მე იქით ჩავთ და ლიქში ჩავწევით. ეხლა წავალთ ნანგრევებისკენ. რავი, ძალიან კაი ხედია.
ესე გამოიყურება მეგობრებო ფორუმის შიგნით ამხარი. ძალიან ლამაზია თვით ნაჭრები ადგილი, ძველებური ისტორიული და შემონახული ადგილი. აუცილებლად გირჩევთ რომ მოხვიდეთ აქ თუ კი ახლოში მოხვდებით. ამ ულამაზეს ხედა მეგობრებო შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოეწეროთ არხი, უკვე მივუყვებით 8 გამომწერს და ამ ვიდეოთი ავიდეთ უეჭველი. მოდით მეგობრები კოლიზიუმში, იმისათვის რომ აქ შემოხვიდეთ ძალიან ბევრი შემოწმებული გაიარეთ და წავედით, დავათვალიეროთ. ამოვედით მეგობრებო და აქედან უყურებდნენ მაყურებლები გლადიატორების ბრძოლას. ამ შიგნით ბრძოლობდნენ ლაბირინთებში. ძალიან კაია რა. იქით ზემოთ ვერავოთ. ძალიან ლამაზ ხედებია მეგობრებო კოლიზიუმიდან აი შიგნით. და რავი, გარეთაც ლამაზია, შიგნითაც ლამაზია. ძალიან კაია. ვიმყოფებით მეგობრებო პირაცა ვენეციაზე ვიტორიანოს შენობაში სასახლეში. ესე იგი, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, პუნქტი და აქედან იშლება ძალიან კარგი ხედები რომზე. წამოდით ახლა ვნახოთ. მეგობრებო, აი ამოვედით ყველაზე მაღალ გადამსახადზე, საიდანაც იშლება რომის ფაუნის და კოლიზიუმის ხედები და ძალიან ლამაზია რა. როგორც ვთქვით, შესანიშნავი ხედებია. მოკლედ მეგობრებო, ამ რომში ყველაფერია სანახავი. ეს ქალაქი თვითონ მუზეუმია და თუ გინდათ რომ ამ ქალაქში მუზეუმში შეხვიდეთ, ანუ მუზეუმში შეგეხათ კიდე მუზეუმში. ანუ ყველა ქუჩაზე სანახავია რაღაც. მეგობრებო, დავაგებოთ თუ საიზის ტირამისუ იტალიური, რომელიც ძალიან უკან არის აუცილებლად მოდიდება დავაგებოთ. აუ, ძალიან კაია. ამიტომაც ეს თუ კაია რაიქი. მეგობრებო, მოვედით ღამისწრებთან, ძალიან ლამაზია იქაურება ღამეთაც და რავი რა, იტალიური გლადიატორები მაინც უცხოა რა. მაგარია. შევედით მართაც კაპიტან თებლიში. ძალიან ბევრი ძველი პოეტი და ეხლა უნდა ავაჩინოთ. ავაჩინოთ. და მე დაგიბრუნდეთ. ჩავყარეთ მეგობრებო. წითლები ამოვიღოთ. და გადავინაცვლოთ შემდეგზე. წავედით, ეს შაქრანები მიყვარს. წავედით, ახლა. ახლა გავაგზავნოთ მერე. მე ძალიან უყვარს მეგობრებო შაქრიანი ჟელიბონები რა. ჟელიბონები ბევრს ავჭამ, არა? უჭამ შაქრიანები მიყვარს. ესეც მიყვარს რა. შევყარეთ. კიდე შეიძლება. და აი ესეც მიყვარს მე ძალიან. ევროპოდუქტი კიდე, მაგრამ აღარ იყიდება ხოლმე რა და აი ესე. ეროში იყიდეს. ეს რა არის? ბუბა. ეს ძალიან. აი ეგრევის გამოჩენი კარტა. ძალიან ბევრი უფრო შაქრიანი ჟელიბონები ახლა ვიდრე ეს. აი სპაისი ერთიც არის ეს სპაისი რაღაც. აი ეს საფასოვანი მოგავ. ეხლა მინდა მეგობრებო სპაისი დავაგიმონო. ეს იმიტომ ხერო ანუ დაგიმონება მინდოდა ვიდეოსთვის თორე. ანუ გეზურები ჩაქენები მიყვარს. და დავაგიმონოთ ახლა სპაისი წარე კაი რა. ანუ
ეს არის ყიდო. აწყალი მომიცვალე. ეხლა გავშინდეთ მეგობრებო მჟავენ ანანასი. ისე ესეთი მჟავე არ იქნება რომ რაღაცა არ მოვიდეს. არა, სულ არაფერი არა. წესი. ანუ თავი დაცხარი არა იყოს მარტი მეგობრებო ჟელიბონების ჭამის შემდეგ და პირის აცხარების მერე და პირის ამჟავების შემდეგ მოვედით პანთეონში რომ ცოტა დავიწყაროთ ჩვენი პირი და დავწყვეთ ამ დავტკბეთ ამ სილამაზს. ესეთი კადრი ჩამიშალა, როგორ შეიძლება. ამას ჩასვი კადრში არ ჩანს, იმიტომ ისე ჩამოვაყალიბებ ასე არ შეიძლება. და დალაიქეთ ამისთვის ვიდეო. შემოვედით მეგობრებო ვილა ბორგეზაში, ერთ ქალაქის უდიდეს პარკში, ყველაზე დიდ პარკში. რავი, ეხლა ერთად დავათვალოთ, ძალიან დიდი რეკრეაციული ზონა აქვს მოწყობილი და ამის ახლოს არის რაღაც სურპრიზი გელოდებათ, ზოოპარკი არის და ზოოპარკში ჩევათ აუცილებლად დაგათვალიერებინებთ და ზოოპარკში არის ძალიან იშვიათი სახეობების ცხოველები და მაგათაც მოგიყვებით ძალიან მაგარ კადრებს შემოგთავაზებთ. ეხლა კი წავიდეთ და დავათვალოთ ვილა ბორგეზე. პარკი არა ზოგადად რა. ანუ აი ზოგადად ეხლა ტბასაც ვნახავთ უფრო მოგვეწონება და სულ ხეებია სულ ყველა ფეხის ნაბიჯზე და ანუ ამ ციხესაც ადამიანებს არ შეშინდა მიჩვეული იყო ესე და დადიოდა ჩვენთან და უცებ ხეზე აეძრა. ეს სიცოცხლე ძალიან საყრელი იყო რა. ძალიან კაი პარკია მოკლედ და გიჩვენეთ აქროსაც თან დიდია და ეხლა უფრო მეტი სანახაობა წინ გელოდება ზოოპარკისთვის გაემზადეთ მეგობრებო. მეგობრებო თუთიყუშები აგერ აიძრება უდეში Squadre. Sarà bugia. Era bellissimo, ma stai scherzando? Non ti ricordi perché secondo me tu la confondi col Mangos di Favino? No, la camera era. Dai, magari tutto. მოგე გეტყვით რომ ზოოპარკის ვიდეო ცალკე დაიდება რადგან ეხლა რომ გავთვალე მე ძალიან დიდი ვიდეო გამოვა ხო და რომის ვიდეო ცალკე იქნება და ზოოპარკის ვიდეო 1-5 დღეში დაიდება. ოღონდ ზოოპარკის ვიდეო ეხლა ვიწევდე ზოოპარკში და მაგარ ვიდეო შევთავაზებთ რა და ცალკე რომი ცალკე ზოოპარკი ლაიქ. ის გელოდება. თორიებსაც გადავყარო. αυτή είναι κλάρι τώρα. ეს ჩემი საყვარელი მეგობრები კარბონარა ვერსად მოვიშორე. აფით მომიტანეს. დავაგემოთ შევედავთ ის ჯობია თუ ეს ჯობია. აი მასთან შედარებით ეს არის ძალიან მაგარი. ისიც ცუდი არ იყო, კაი იყო, მაგრამ ეს ძალიან მაგარია თო. მოდით აქ ვეჭვენ. ეს გეტყოდი?
ზაროვანია დარჩმოდით მეგობრებო, მოვედით ახლა ვატიკანში და ახლა ვდგავართ რიგში. ესე იგი 2 საათია ვდგავართ, კიდე 1-2 საათი ვიდეთ რა. ესე იგი, ახლა ბილეთები თუ online არ აქვს ნაყიდი, ძალიან დიდი რიგში მოგიწევთ დომა, ამიტომაც საკეთეთ ჯობია. და ლაიქით ამასობაში ვიდეოს, სანამ მე ვდგავარ. უიჭველი. ძლივს. შევეცი. როგორც იქნა შემოვედით მეგობრებო ვატიკანში, ესე იგი ძალიან ხალხი იყო. ეხლა წავიდეთ და ვთვალეთ ანუ დომ მსმქქი მუზეუმში არა. კაცო ის არის. საუკუნეები არის მსმქ ასე მეგონა. კაი, შევედით ეხლა. მეგობრებო, შემოვედით ესე იგი მუზეუმში. ბევრი ხალხი მოიხსენიებს გაჩვენებულნი. აქ არის ძალიან დიდი ფრესკები ამ ოთახში. აი ძალიან დიდი იქით მხარეც. და ძალიან საინტერესოა გავგობა. მეგობრებო, ჩვენ კი ეხლა თქვენ აუცილებლად დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. აუცილებლად ავიდეთ 800 გამომწერს. ეხლა მე რო ვიღებ ვიდეო 777 გამომწერი მყავს და 23 გამომწერება დარჩა. ამიტომაც 800 გამომწერი აუცილებლად დაიდოს ამ ვიდეოდან. ეხლა კი დაალაიქოთ ვიდეო, ეს ცოტა ჩვენი ბრეიკი გავაკეთეთ და დავაი. ვიმოგზავნოთ მეგობრებო, ყველა კუთხეში რაღაც არის გადასაღები. ესე იგი, ძალიან ლამაზია აქაურობა. აი, ძალიან ლამაზი ცხოვრების ქანდაკებებია. მოზაიკა. ძალიან შემოღობილია მოზაიკა. მაგრამ როგორ დეტალურადაა დამზადებული, თან ხელით ნაჭედი. მოკლედ ძალიან ლამაზია აქაურობა მეგობრებო. ამას ძალიან ზემოჩვენე. გამოვედით ეხლა ვატიკანის მუზეუმიდან. ეხლა უნდა წავიდეთ პეტრეს ტაძარში. ესე იგი, რომ შევფასოთ ეს მუზეუმი. კაი იყო რა. ანუ აი ისტორიული მხარე, მაგრამ 4 საათი ვაფშე აი მაქს 1 საათი კი 1 საათი კი. მოკლედ, ესე დავთვალიერეთ, ლურჯობია მაინც. მეგობრებო, პეტრეს ბაზილიკას ტაძართან ძალიან ლამაზია, დიდია და ეხლა რიგში კი უნდა ჩავდგეთ, მაგრამ აქ მშია და უნდა ვჭამო. და მე ძალიან დიდი რიგია, ვატიკანის დიდი რიგია. სხვათა შორის მეგობრებო, პეტრეს ტაძარის რიგში ძალიან გაგვიმართლა, მალე მოვედით და ეხლა შევიდეთ. ძალიან დიდებულია. შევიდეთ.
ეს რა? ბიჭო. რა იშოვეს ამისთანა იტალიელებმა? რა მაგარია. ნახეთ რა ლამაზია მეგობრებო, იესოს ქანდაკება. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი პეტრეს ტაძრისა. მეგობრებო, ეხლა ნახეთ როგორ არის აქ მოხატული და მოჭედილი ყველაფერს ჩემი აზრით. ვატიკანის მუზეუმი კარგი იყო, მაგრამ ჩემთვის თან ბეჭდავი და ლამაზია. Of course. და მე პირადად ეს მიჩვენია. იმიტომ რომ აქ რაღაც ოქროები არის და ძალიან ლამაზია ქარობა. მოვედით მეგობრებო სანტ-მარია მაჯიორაში, ესე იგი ძალიან ლამაზია ქარობა. მოვედით მეგობრებო, ნახოთ რეაქცია. რა ლამაზია. ოქროს მოჭედილი. ძალიან ლამაზია. ეს დავაცვალიერეთ ტაძარი ნამდვილად ძალიან ლამაზია პეტრეს ტაძრის შემდგომ და ეხლა სახელს დავაწერეთ და იმახსოვრეთ აუცილებლად და ნახეთ. მეგობრებო, ეხლა უნდა კარბონარა იტალიაში და აბა დავიდეთ. მაგრამ ეს კარბონარა ეხლა შევიდე სხვა მეგობრებო, ეხლა დავაგებოთ იტალიურ კონტენტს და აბა გავსვით. Papala. Questa da molto utile la radio. Grazie. Così. Io ho trovato un incazzo, un partigiano, portami via, oh bella, oh bella, oh bella. Partigiano, portami via, e mi sento di morire. დასრულდა მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. იო, უეჭველი დალაიქეთ და აბა ხედა აბა კარგად იყავთ. მეგობრებო, მოსულები ვართ ვატიკანში და ეხლა ვდგებით Oh,